კვანტური მულტისამყარო. კვანტური მექანიკის თეორია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეორიაა ფიზიკის სამყაროში და ახალიც. ის ხსნის პატარა ობიექტების ქცევას, როგორიცაა ატომები და მისი შემადგენელი პატარა ნაწილაკები. მას ფენომენალური სიზუსტით შეუძლია ყველა სახის ფენომენის წინასწარმეტყველება, მოლეკულების ფორმებიდან სინათლის მიმართულებამდე და მნიშვნელობების ინტერაქციამდე. კვანტური მექანიკა ნაწილაკებს ისე აღიქვამს, როგორც ტალღებს და მათემატიკურად აღწერს მათ. უწოდებს რა ტალღის ფუნქციას. ტალღის ფუნქციის ყველაზე უცნაური მახასიათებელია ის, რომ ფუნქცია კვანტურ ნაწილაკებს საშუალებას აძლევს ერთდროულად იარსებონ რამდენიმე მდგომარეობაში. ამას სუპერპოზიცია ჰქვია, მაგრამ სუპერპოზიცია ძირითადად ნადგურდება მაშინვე, როგორც კი ვცდილობთ ობიექტის გაზომვას ნებისმიერი გზით. დაკვირვება აიძულებს ობიექტს აირჩიოს ერთი კონკრეტული მდებარეობა. სუპერპოზიციიდან ცალკეულ მდგომარეობაში გადასვლას ტალღის ფუნქციის ნგრევა ჰქვია. თუმცა კვანტური მექანიკა ამას ვერ ხსნის, იმიტომ რომ არავინ იცის როგორ და რატომ ხდება ეს. ევერეტი ამბობდა, რომ ობიექტებს არ შეუძლიათ მრავალი მდგომარეობიდან ერთ კონკრეტულ მდგომარეობაში გადანაცვლება, მაშინ როდესაც ისინი იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. ამის მიუხედავად ტალღის ფუნქციაში გაშიფრული ყველა შესაძლებლობა თანაბრად რეალურია, როდესაც ვზომავთ, ვხედავთ მხოლოდ ერთ რეალობას, მაგრამ სხვები ასევე არსებობენ. ეს ასევე ცნობილია როგორც კვანტური მექანიკის ბევრი სამყაროს ინტერპრეტაცია. ევერეტი არ იყო კონკრეტული იმის შესახებ, თუ სად არსებობენ დანარჩენი მდგომარეობები. მაგრამ 1970 წელს ფიზიკოსი ბრიუს დევიდი ამტკიცებდა, რომ ყველა ალტერნატიული ამოსავალი არსებობს პარალელურ რეალობაში, პარალელურ სამყაროში. დავუშვათ, ჩავატარეთ ექსპერიმენტი ელექტრონის გზის გასაზომად. ამ სამყაროში ის მიდის ერთი გზით, მაგრამ სხვა სამყაროში ის სწავა სხვა გზით. ეს მოითხოვს პარალელურ აპარატს ელექტრონისთვის, რომელსაც გადაკვეთს. ის ასევე მოითხოვს ჩვენს მსგავს პარალელურ არსებას, რომ გაზომოს ის. ფაქტობრივად გვიწევს მთელი პარალელური სამყაროს აწყობა ერთი ელექტრონის გარშემო, რომელიც აბსოლუტურად იდენტური იქნება, მხოლოდ ერთი განსხვავებით, რომელსაც ელექტრონის მოძრაობის მიმართულება წარმოადგენს. მოკლედ, ტალღის ფუნქციის ნგრევის თავიდან ასოცირებლად უნდა შეიქმნას სხვა სამყარო. ეს სურათი ნამდვილად ხდება ექსტრავაგანტული, როდესაც ნამდვილად ხედავ რა გაზომვაზეცაა საუბარი. დევიდისის ხედვით ნებისმიერი ინტერაქცია ორ კვანტურ უსასრულობას შორის, მაგალითად სინათლის ფოტონს, რომელიც ეჯახება და შემდეგ შორდება ატომს, შეუძლია წარმოქმნას ალტერნატიული ამოსავალი და შესაბამისად ალტერნატიული სამყარო. თითოეული კვანტური ტრანზაქცია ყოველ ვარსკვლავზე, ყველა galaktikაში, სამყაროს ყველა კუთხეში ყოფს ჩვენს ლოკალურ სამყაროს დედამიწაზე მილიარდ ეგზემპლარად. ევერეტის სამყაროების ახსნას ყველა ერთი გზით ვერ ხედავს. ზოგიერთი ამბობს, რომ ის გაცილებით უფრო